მოგესალმებით ყველას, ეს რუბი ტარო არხია, მე რუბი ვარ. დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა კი იქნება ვინ ფიქრობს თქვენზე გამუდმებით და რას. დღეს გავაკეთებთ გაშლას სამ პოზიციაზე, რჩევთ პოზიციებს ინტუიციურად ან საყვარელი ციფრის მიხედვით. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ხოლმე პოზიცია გადაირჩიოთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენზე არ იქნება პასუხი რეზონირებული. ასევე შეგახსენებთ, რომ უკვე ჩაწერილ ვიდეოებს ყოველთვის შეგიძლიათ უყუროთ. ვიდეო თქვენზე რეზონირებას მაშინ იწყებს, როდესაც მას რთავთ და უსმენთ და ვისაც ჩემთან გსურთ პირადი კონსულტაცია ან დაინტერესებული ხართ ენერგეტიკული წმენდით, შეგიძლიათ მომმართოთ დეტალებისთვის მესენჯერში. Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის ხოლმე როგორც ვიდეოს აღწერაში, ასევე კომენტარების ველშიც. ვიწყებთ პირველი პოზიციით და ვიგებთ, ვინ ფიქრობს თქვენზე გამუდმებით და ასევე ვიგებთ თუ რას ფიქრობს. ეს არკანი ძალიან მრავალფეროვანი არის იმ კუთხით, რომ როდესაც ამ არკანში ჩაფიქრებული პიროვნებაა, მოდის ამ პიროვნებას აქვს მოტივი, რომ შეინახოს თავისი თავი და თქვენთან კონკრეტულად წარსდგეს ისეთ პოზიციაში, რაც მის რეალობას საერთოდ არ შეეფერება. ანუ რას ნიშნავს ეს, ხო? ოღონდ თქვენი ყურადღება მოიპოვოს ან რაღაცაში დაგაინტერესოთ თავი ან რაღაც ყურადღება მიაქციოთ თავი შეგამჩნევნოთ, რომ მას შეუძლია მოირგოს ნებისმიერი პიროვნების როლი, მაგალითად თქვენ გიყვართ ფილმების ყურება. რაცა კონკრეტული ჟანრის, თვითონაც იტყვის, რომ ამ ჟანრში ერკვევა არა და რამდენიმე საათის უკან თქვათ მოიწია რაღაც ინფორმაცია და იმ წაკითხულ რაღაცას გიყვებათ, იმიტომ რომ რაღაც მომენტში საერთო გამონახოს თქვენთან და რაღაცნაირად ჩაებას თქვენთან კომუნიკაციაში, ხო? ეს არის ის ადამიანი, ვინ ფიქრობს თქვენზე გამუდმებით. ეს არის ის ადამიანი, რომელმაც რაღაც მომენტებში დამალა საკუთარი თავი თავისი რეალური მხარეები დამალა იმის გამო, რომ თქვენთან რაღაც ურთიერთობა მაინც ჰქონოდა, ან რაღაც შანსი ჰქონოდა, რომ თქვენთან სასიყვარულო კავშირი დაემყარებინა ან წამოეწყო. ეს არის პიროვნება, რომელსაც შეუძლია მოირგოს სხვა ადამიანის როლი. ასევე აქ შემოდის ისეთი ენერგია, რომ შეიძლება აქ პიროვნებას ჰქონდა ესეთი საუბრები, რომ აი მაგალითად თვითონ ძალიან მამაკაცურია, რომ ქალს რაღაც მომენტში ვთქვათ, აი ფინანსურად გვერდზე დაუდგება, რომ აი სხვა მამაკაცებს ვთქვათ, შენიშვნებს აძლევდა ან მეგობრებს, ან შეიძლება გიყვებოდათ, რომ აი ჩემმა მეგობარმა მას უღალატა და როგორ შეიძლება კაციდან ესეთი რაღაც ქცევა და საქმეზე რომ მიდგა, რაღაც მომენტებში ამჩნიათ, რომ თვითონაც როგორადაც მაგრად ასახებდა თავს, ისეთი არ არის და მასაც აქვს რაღაცა ისეთი მომენტები, რაც ძალიან აცდენილი არის თქვენს თვალში მასკულანურ ენერგიასთან. აი შეიძლება თქვა, რომ აი რაღაცა პირობითად ვსაუბრობ, ეს ჩვეულებრივ მაგალითებს მოვიყვან, შეიძლება სულ სხვა სიტყვებით იყოს, მაგრამ მე მიხვდებით, ხო, რას ანუ პარალელს სად ვაკეთებ, აი თქვა შეიძლება სხვა ადამიანი დააბრუნინგა იმის გამო, რომ 50-50-ზე გაიყო გოგოსთან ხარჯი. თვითონაც მე იგივე გააკეთა. აი დაახლოებით ესეთი სიტუაცია არის. ან შეიძლება მარტო ფინანსებზე არ არის, აი რაღაცა თქვა თვითონ სიტყვია რა რაღაც ისეთი და მე შემჩნიათ, რომ თვითონ სხვას აძლევს რაღაც შენიშვნას ისეც, ან სხვაზე საუბრობს რაღაცნაირად და თვითონაც იგივე სტილის ადამიანი არის, მაგრამ ამ ყველაფერს აკეთებს იმის გამო, რომ აი თქვენ მოგეწონოთ და რაღაცნაირად გამოარჩიოთ მასისგან და იფიქროთ, რომ არა, ეს ნამდვილად ისეთი ღირსეული ადამიანია, რომელთანაც ურთიერთობის აშენება შეიძლება. მაგრამ თქვენ უკვე თითქოს აი ამ ადამიანს ანიღაბით ჩამოხსენით, ან უკვე მიხვდით ვისთან გაქვთ საქმე, ან უკვე დარწმუნდით მის რაღაც სიყალბეში თუ პატარ-პატარა ტყუილებში და რაღაცნაირად ეხლა თითქოს თქვენს თვალში უკვე ისე აღარ აღიქმება ეს ადამიანი, როგორც თავდაპირველად. თავდაპირველად შეიძლება ამ ადამიანმა ძალიან ანუ აღფრთოვანება გამოიწვია თქვენში, აი რაღაცნაირად სურვილი გაგიჩინათ, რომ მასთან ყოფილიყავით ან ურთიერთობა გეცადათ.
რას ფიქრობს? შეხვედრის სურვილი აქვს. ისევ თქვენს ცხოვრებაში აქტიურობის სურვილი აქვს, დაბრუნების თუ აღარ კონტაქტობთ. ან ისევ აქტიური კომუნიკაციის დაბრუნების სურვილი აქვს ამ ადამიანს, ან პირდაპირ შეხვედრების განახლება სურს მას. ფიქრობს, რომ შანსი აქვს ისევ, რომ ახლა სხვანაირად მოიქცევა, თუ კიდევ რაღაც ახლოს მიუშვებთ და შეუშვებთ ყოველდღიურ კონტაქტში ან შეხვდებით მას. დაიბრუნებს თავის დაიბრუნებს თავის საწყის მდგომარეობას თქვენთან, ხო? ძალიან უნდა რომ ისევ შეხვედრებზე დათანხმდეთ შეხვედრებზე ან მისარებს ისევ აქტიურად უპასუხოთ და ასე შემდეგ. ამ პიროვნების მთავარი საფიქრელი არის, რომ კომუნიკაციაში აქტიურად აგიყოლიოთ და მე როგორ თვითონ იცის და რაღაცა ისევ შეშმაკობებს ჩართავს და რაღაცას თავის სასარგებლოდ მოახერხებს, მაგრამ მე მგონია, რომ ძალიან ბევრი თქვენთაგანი ამ ადამიანს ამის საშუალებას ნაკლებად მისცემთ, იმიტომ რომ რაღაცა უკვე მერყეობა დაგეწყოთ ამ პიროვნებასთან დაკავშირებით და რაღაცა ისეთი ნდობა და ისეთი აღფრთოვანება თითქოს აღარ გაქვთ ამ პიროვნების მიმართ. თუმცა ეს ადამიანი რაც უფრო უარს ეთქვით, უფრო მოგეწებებათ და უფრო დაიწყებს თქვენი კეთილგანწყობის მოპოვებას. საგემშვიდობებით პირველებო, გადავდივართ ახლა ჩვენ მეორე პოზიციაზე, მოგესალმებით მეორეებო და ვიგებთ თქვენ შემთხვევაში ვინ ფიქრობს თქვენზე, გამუდმებით და რას, ხო, აქ როგორი შმაკის არკანი მოვიდა ჩვენთან. ეს არის ადამიანი, რომელთანაც გქონდათ უკვე ძალიან ესეთი ცეცხლოვანი ბნებიანი ფიზიკური ურთიერთობა. აქ არის ადამიანი, რომელთანაც უკვე გაქვთ ან გქონდათ რაღაც ურთიერთობები. ეს არის ადამიანი, რომელთანაც სცადეთ ურთიერთობა, ან გაქვთ ეხლაც ურთიერთობა. ეს არის ახალი ადამიანი. ეს არის პიროვნება, რომელსაც ძალიან დაამახსოვრდა თქვენთან გატარებული ღამე ან დრო, ხო? ეს არის ინტიმური ხასიათის ფიქრები, ძალიან დიდი სურვილი, რომ ისევ თქვენთან იყოს, ეს არის ლტოლვა, ეს არის ფიზიკური ურთიერთობა, რომელიც მისთვის დაუვიწყარია. ეს არის მისთვის რაღაცნაირად იმის სურვილი აქვს, რომ გაიმეოროს თქვენთან ეს სიტუაცია, განმარტოვდეს თქვენთან და უფრო მეტად ჩაერთვა იმის ფიქრი, რომ თქვენ მას ეკუთვნით. ეს არის ადამიანი, ეს პიროვნება, რომელიც თქვენზე ძალიან ბევრს ფიქრობს, არის პიროვნება, რომელსაც აქვს თქვენთან მესაკუთრეული განცდა და ეს მესაკუთრეული განცდები უფრო მეტად მოემატა და ასე ვთქვათ, ჩამოუყალიბდა, უფრო გაუმძაფრდა მას მერე, რაც თქვენ შორის დაიწყო ბნებიანი შეხვედრები, ხო? ან შეიძლება ეს არის ადამიანი, თუ ახლოს პერიოდში ესეთი ურთიერთობები არ გაქვთ, შეიძლება ეს იყოს ადამიანი, რომელიც დაუფარავად უკვე თამამად ამჟღავნებს სურვილს, რომ ჰქონდეს ესეთი ურთიერთობა თქვენთან. უკვე ან SMS-ებს გზავნის, ან რაღაცა მინიშნებებს აკეთებს, უფრო თამამი გახდა თქვენთან და ელოდება თუ როდის შეძლებს თქვენთან ესეთ ურთიერთობას. ეს ფიქრები აქვს, რაღაცა ძალიან ისეთი აქტიური, ხო? ძალიან დიდი მოლოდინები აქვს ამ ადამიანს. აგერ ამოდის აქ ჩვენთან ვარსკვლავის არკანი, ეს პიროვნება თქვენზე გამუდმებით ფიქრობს და ფიქრობს იმას, რომ ხართ ძალიან ლამაზი, რომ თქვენი გარეგნობა
ძალიან მიმზიდველია, რომ ძალიან მომხიბვლელი ხართ, რომ აი ყველანაირ ტანის სამოში მოწონ ხართ, როგორ გამოიყურებით, თქვათ, აი როგორ უვლით თავს, თუ ფოტოებს აქტიურად დებთ, მით უმეტეს სულ უნდა რომ კომპლიმენტი გითხრათ, სულ უნდა რომ დაგაკვირდეთ. თქვენი გარეგნობა არის ამ ადამიანისთვის ძალიან დიდი მაგნიტივით, აი იზიდავს ეს ყველაფერი და სულ ფიქრობს თქვენს ვიზუალზე, მას წარმოდგენილი ყავხართ, აი სულ თვალწინ უდგახართ, ხო, აი არავინ არ უნდა, გონებაში მხოლოდ თქვენ ხართ. თუ აი როდის მოვა თქვენთან, როდის შეძლებს თქვენთან ყოფნას და ასე შემდეგ, ანუ ისევ მესაკუთრეული ენერგიები არის აქ და თუ მაგალითად ახლა არ გაქვთ ურთიერთობა, ან ურთიერთობიდან გასვლას ცდილობთ, ან ისე იქცევით, რომ თქვათ არ ემორჩილებით, ამ ადამიანს აქვს ის მძაფრი სურვილი, რომ ისევ თავის მარწუხებში მოგაქციოთ და ისევ შეძლოს თქვენთან ესეთი ახლო ურთიერთობები. დაგემშვიდობებით მეორეებო. და გადავიდეთ ჩვენ უკვე მესამე პოზიციის განხილვაზე და მოგესალმებით მესამეებო. ნახოთ თქვენ შემთხვევაში ვინ ფიქრობს თქვენზე გამუდმებით და რას. აქ გაქვთ თქვენ რაღაცა რისკის შემცველი სიტუაცია, აქ ფიქრობს თქვენზე ძალიან ბევრს ადამიანი, რომელთანაც თქვენ აწონდაწონეთ მომავლის საკითხები და გამოიტანეთ ის დასკვნა, რომ შეიძლება მასთან ურთიერთობა ძალიან სარისკო იყოს, რადგან შეიძლება მას არ კონდეს თავისუფალი არ იყოს ერთი ეს, ან დიდი ასაკობრივი სხვაობა იყოს. აი შეიძლება გქონდეთ ახლა ისეთი სიტუაცია, ვთქვათ, რომ აი დააკვირდით ამ ადამიანს და ძალიან ბევრი განსხვავებები გაქვთ, შეხედულებები სულ სხვადასხვანაირი გაქვთ. მისი მიდგომები თქვენი მოლოდინებისგან ძალიან განსხვავებული, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება მასთან ვიყო, მაგრამ მე მომავალს არ გეგმავს ჩემთან და შეიძლება დროებით ურთიერთობაში შევიდე და რაღაცა რისკის ფაქტორებზე ფიქრობთ, რომ აი ამ პიროვნებასთან ძალიან დიდი მაგნეტიზმი გაქვთ ორმხრივი, ეს ადამიანი ცდილობს, რომ დავიწყების საშუალება არ მოგცეთ, სულ ფიქრებშია თქვენთან, მაგრამ აი რამდენადაც გიზიდავთ ეს ადამიანი, იმდენადაც ფიქრობთ, რომ აი ძალიან დიდ სარისკო ურთიერთობაში შედიხართ. თქვენს მოლოდინებს არ გაამართლებს, გულს გატკენთ, მიგატოვებთ, შეიძლება მიტოვების შიში გაქვთ ამ პიროვნებისგან, ან ფიქრობთ, რომ აი ვიქნებით ერთად, შეიძლება მრავალი წელი, მაგრამ ეს ადამიანი სტატუსს არ მომცემს, ან რაღაცა ისეთი ფიქრები გაქვთ, ხო, შეიძლება სხვა შიში იყოს, ახლა ამ წუთას არ მოფიქრდება კიდე სხვა ვარიანტები, მაგრამ აი რაღაცა გაბრკოლებთ, რაღაცა რისკის ფაქტორი არის ეს ადამიანი, პერიოდულად ჩდება თქვენთან, ან შეიძლება ახასიათებდეს, აი როცა უკვე ფიქრობთ, რომ დაივიწყეთ, რაღაცა მინელდა თქვენ შორის, ამ ადამიანს ახასიათებს, რომ აი თავზარი დაგცეთ და ისევ შემოტრიალდეს და ისევ თქვენი მოპოვება სცადოს, ისევ რაღაცანაირად აი თავგზა აგიბნიოთ. ისე იქცევათ, რომ თითქოს აი ბოლომდე თქვენს თავწინააღმდეგობას ვერ უწევთ, რომ ასე არ იფიქროთ თქვენს. ემოციებში ძალიან დიდი სურვილი არის, ანუ ეს ადამიანი თქვენს გიზიდავთ. ხვდებით ვინც არის ახლა ვისაც საუბრობ, მაგრამ თან ფიქრობთ, რომ ძალიან დამაზარალებს ამ პიროვნებასთან ურთიერთობა, ანუ მომავალს რომ შეხედავთ ხოლმე, სულ ეგ ფიქრი გაქვთ, რომ გეშინიათ ამ პიროვნებასთან კონტაქტის. ამ პიროვნებას ეს პიროვნება თქვენზე ფიქრობს იგივენაირად, ხო? ანუ უბრალოდ ძალიან ბევრს ფიქრობს თქვენზე, მაგრამ რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით, რომ აი ეს ადამიანი ხვდება, რომ თქვენც ბოლომდე მის მიმართ გულგრილი არ ხართ. ეს ადამიანი ხვდება, რომ თქვენც რაღაცნაირად აი კი უარზე ხართ რაღაცებში და თავს იკავებთ, მაგრამ მაინც აქვს შანსი, რომ თქვენთან რაღაც ერთი ნაბიჯით წინ წავიდეს და მაინც ურთიერთობაში ნელ-ნელა ნაბიჯ მაინც შეგიყვანოთ და თქვენთან ყოფნას შეძლებს, აი ეს განცდა აქვს და აი რაღაც ფიქრობს თავის სტრატეგიაზე, ფიქრობს რომ მომთმენი უნდა იყოს, მაგრამ თან ძალიან ქარიზმატული უნდა იყოს, რომ თქვენი აყოლიება უფრო მეტად შეძლოს. ანუ ეს პიროვნება მუდმივად თქვენზე ფიქრობს სტრატეგიაზე
სტრატეგიის შემუშავებაზე აქვს იმედი, რომ რაღაც მომენტში თქვენს თავს ბოლომდე წინააღმდეგობას არ გაუწევთ და მასთან მაინც დაიწყებთ რაღაც სახის პატარა ურთიერთობას მაინც, წინსვლა ექნება და სასურველს მიიღებს. ანუ სასურველი ამ შემთხვევაში რა არის, ხო? ანუ მისცეთ შანსი და აყვეთ ურთიერთობაში. აი ესეთი ფიქრები არის და ძალიან უახლოეს პერიოდში მისგან გექნებათ ან ძალიან ესეთი რომანტიული ნაბიჯი, ან ძალიან ბევრი კომპლიმენტი, ან ძალიან რაღაცნაირი თბილი SMS-ი, ან ესეთი აი გულში ჩამწვდომი საუბარი გექნებათ, ხო, ძალიან ისეთი თბილი ნაბიჯი. ზოგიერთ თქვენთაგან შემთხვევაში შეიძლება პატარა საჩუქარი ან სიურპრიზიც კი გააკეთოს ამ ადამიანმა და რაღაცა ისეთ რომანტიულ პატარ-პატარა დეტალებს აკეთებს თქვენთან მიმართებაში, რომ სულ გაფორიაქებთ და რაღაცნაირად აი ეს ურთიერთობა თითქოს ფიქრობთ, რომ აი ახლა უნდა დამთავრდესო, აქ მოდის ის ვარიანტი, რომ აი კიდევ ხელახლა იწყება და კიდევ რაღაცა ნაბიჯებსა და ფიქრებსა და ხელვებში იქნებით ამ ადამიანის გამო და მისგან გექნებათ ნელ-ნელა შემოთავაზება და ეს ადამიანი ამ სტრატეგიაზე მუშაობს თუ როგორ დაძლიოთ ეს შიში და როგორ დანებდეთ მას, ხო? დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე.